გამარჯობა, დღევანდელი დავალებები ეხება მაკროებს. მაკრო საშუალებას გვაძლევს, რომ კომპილაციის დროს დავაგენერიროთ ახალი კოდი. ამას ეწოდება მეტაპროგრამირება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ვექტორ მაკრო, ვექტორის დასაგენერირებლად, აქვს ისეთი ფორმა და როცა ამას ვწერთ ჩვენს კოდში, სანამ ისი კომპილირება მოხდება ბაინერად, გაშვებად ფაილად, საწყის ეტაპზე ხდება ამის ჩანაცვლება აი ამ კოდით. ანუ იქნება ახალი ვექტორი ჩვეულებრივი სინტაქსით. ეს არის მაკრო, ეს არის ლუპი გვაქვს ჩვენ და push ხდება ამ ცვლადის, x ცვლადის და ბრუნდება ეს ვექტორი. ანუ ეს რეალურად არის ეს. ანუ ჩვენ ვწერთ ამას, მაგრამ კომპილაციისას პირველ ეტაპზე გენერირდება ეს და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ხდება მისი გარდაქმნა. აი მაგალითად აი ეს ჩვენ რასაც ვწერთ, უდრის აი ამას. ეს რო დაგვეწერა ზუსტად იგივეა. ანუ ეს ჩაისმევა ჩვენი კოდის იმ ადგილას. კიდევ ის საშუალებას გვაძლევს, რომ აი print line-ზეც თუ არის აქ საუბარი, print line-იც მაკრო არის. არის მასზე საუბარი. ბევრი არაფერი, უბრალოდ ის, რომ ვიცოდეთ, რომ გვაქვს მეტაპროგრამირების საშუალება Rust-შიც. მე მაკროები არასდროს დამეწერია, თუმცა ხშირად ვიყენებ. აი მაგალითად print line-იც მაკრო არის. მოდი დავალებები გავაკეთოთ. ეს არის სინტაქსი. macro rules ესე ვიწყებთ. macro ექსპორტი გვეხმარება, რომ ეს macro გამოვიყენოთ ჩვენს კოდში. x არის ცვლადი და x არის ტიპი. ანუ თუ ეს x რა ტიპის, ეს არის expression, თუმცა სადღაც phone list-იც გვაქვს, ანუ რა შეიძლება პარამეტრად გადავცეთ ამ მაკროს. ეს regex-ის მსგავსად არის, ანუ შეიძლება 0 ან 0-ზე მეტი წევრები ყავდეს, ეს ვარსკვლავი რაც გვაქვს. და მძიმე, ნიშნავს, რომ მძიმედ უნდა იყოს გამოყოფილი. აი ეს სინტაქსი. სწორედ ამას აღნიშნავს. და შემდეგ აგერ გვაქვს ფუნქციის, ერთგვარი ფუნქციის scope-ი, აი აქ. და აქ ხდება შიგნით ლოგიკა, ანუ აქ ლუპი გვაქვს, თავისებური სინტაქსი აქვს მაკროს წერასაც. თითქოს ფუნქცია არის, ანუ ფუნქციას გავს, რეალურად ფუნქცია შეგვიძლია გაგვეკეთებინა, ხო, რა ვებ ფუნქცია, გადავცემთ მას და ამიგივეს გააკეთებს, ხო, რა განსხვავებაა. განსხვავება ის არის, რომ ფუნქციის გაშვება ხდება runtime-ის დროს, ანუ როცა აპლიკაცია ეშვება და პროცესი ხდება, აი მაშინ ხდება ფუნქციის გაშვება, ეს კიდევ ყველაფერი კომპილაციისას ხდება, ანუ ჩვენ რო წერთ აქ რაღაც ლოგიკას, ეს ყველაფერი გაეშვება კომპილაციისას და გამზადებულ კოდს დაგვიბრუნებს. კოდის გენერირებისთვის იყენებენ მაკროებს. აი რაღაც კოდი თუ არის, რაც ხშირად გამეორება ხდება, მაკროც შეგვიძლია გავიტანოთ და კომპილერი ჩვენთვის მერე ამ კოდს შექმნის ჩვენს ნაცვლად. დავალებები გავაკეთოთ. პირველი დავალება სინტაქსზეა საუბარი. აქ გვაქვს my-macro macro და აქ ვცდილობთ რომ გამოვიძახოთ. პრობლემა აქ ის არის, რომ მაკროებს ბოლოში გვაქვს სახელის ნიშანი, განვასხვაოთ ფუნქციებისგან. გავაკეთოთ მეორე, ნიკარაგუში ცნობა არც იქნებოდა. აქ გვაქვს აქ უკვე აგერ მინიშნებაც გვაქვს. ვერ იპოვა my-macro, რადგან სანამ მაკროს გამოვიყენებთ, მანამდე უნდა იყოს მისი განსაზღვრება მოცემული.
ამ შემთხვევაში ესა. ავიტანეთ თავში და ესეც მოგვარდა. აქ გვაქვს მოდული, მაკროს მოდული, იქ არის განსაზღვრული. პრობლემა ის არის, რომ ამას ვერ ვხედავთ, ამისთვის მაკრო ექსპორტი რო გქონდა, ეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ესეც უნდა მოგვარდეს. კი ბატონო. და მეოთხეში გვაქვს ეს არის ეს რას ფორმატი არის, რას ფორმატირებისთვის გამოიყენება და skip-ი ალბათ ეს რო არ დაგვიფორმატოს, მაგისთვის აქვთ. ეს ჩვენ არ გვეხება. აქ პრობლემა რა გვაქვს, წერტილმძიმე ზელოდება სადღაც. გვაქვს ერთი მაკრო, my macro და გამოიძახება არგუმენტის გარეშე და არგუმენტით. შეგვიძლია ორი განსხვავებული ფუნქცია გქონდეს. ერთი ფუნქცია არგუმენტის გარეშე და მეორე ფუნქცია val არის ამ შემთხვევაში არგუმენტი expression ტიპის და აქ ნუ ორი წერტილი გვინდა როგორც ჩანს. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენი დავალება. ბოლოს რედებზე ვიყავით. მაკრო 1, მაკრო 2, მაკრო 3, მაკრო 4. შემდეგი კლიპია. სულ ეს იყო. შემდეგ ვისაუბრებთ რაზე, კლიპიზე.